ჩვენ როგორც დავიწყეთ წინაზე საუბარი, ხო? ბიოქიმიის ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ამას შეიძლება დავარქვათ გარკვეულად სტატიკური ბიოქიმია. ფაქტობრივად ეს არის ბიოქიმიის საფუძველი, იმისათვის, რომ ჩვენ მოვამზადოთ თავარი, ესე ვთქვათ, ფუნდამენტი შემდგომში მეტაბოლიზმის კარგად აღსაქმელად. საერთოდ მე როგორც მოგიწოდეთ და გთხოვეთ, რომ ვთქვათ, სილაბუსი არის ჩვენი მთავარი დოკუმენტი, მაგრამ ეს არის მაინც შედარებითი. ანუ ჩემი თხოვნა იქნება, რომ თქვენ ლექციას მიისდიოთ, რა მხრივ, ანუ ლექცია იყოს თქვენი გზამკვლევი, ხო, ასე თუ ისე, მაინც ძირითადი გზის მაჩვენებელი. ესე იგი, ჩვენ გამოვტოვებთ საკითხს, რომელიც შეეხება მიკრო და მაკრო ელემენტებს, იმიტომ რომ ეს საკითხი მაინც უბრალია, რომ ჩვენ ვისწავლოთ, როდესაც უკვე გვეცოდინება ძირითადი ორგანული ნაერთები, იმიტომ რომ ეს მიკრო და მაკრო ელემენტები არ არის ასე ცალკე. ესენი რაღაცასთან კავშირში არიან, რაღაცა ფუნქციის შემსრულებლები არიან და როდესაც ჩვენ არ ვიცით ეს ნაერთები, უკვე რთულია ხოლმე ამაზე მსჯელობა. ასე რომ უპრიანი იქნება უფრო შემდგომში გადავწყვეტ. ამიტომ მაგრამ ერთი რაც უნდა აღვნიშნოთ და ალბათ რაც თქვენ მოგეხსენებათ, როდესაც საუბარია ხოლმე ცოცხალ სისტემაზე და ამას შეიძლება მე განმეორდეთ კიდევ რამდენჯერმე, არის ხოლმე ასეთი მოსაზრება, რომ სიცოცხლეს აქვს ნახშირბადოვანი აგებულება. ანუ ბიომოლეკულებს, რასაც ეძახიან, ანუ ის ორგანული ნაერთები, რაც აგებენ თვითონ ცოცხალ სისტემას, რომელიც უჯრედია და უკვე შემდგომში უფრო გართულებული ფორმები, ქსოვილი ორგანიზმი და შემდეგ, ეს ყველაფრის საფუძველი, ესე ვთქვათ, ეს არის ძირითად შემთხვევაში ნახშირბადი. იმიტომ რომ ნახშირბადს აქვს ისეთი თვისება, რომ მას შეუძლია კარკასული ფუნქცია შეასრულოს. ეხლა ამაზე არ დავწვიმანდები ძალიან, იმიტომ რომ შემდგომში ამას კიდე განვიხილავთ, მაგრამ როდესაც საუბარია რომ სიცოცხლეს აქვს ნახშირბადოვანი აგება, სიცოცხლე არისო ასეთი განმარტებაა თითქოს ნახშირბადოვანი ფენომენი. მაგრამ ამ ეს არ აკნინებს მეორე განმარტებას, რომ სიცოცხლე არის ფენომენი, რომელიც დაკავშირებულია ისეთ გარემოსთან, რომელსაც წყალი ეწოდება. იმიტომ რომ აი თქვენ იცით რომ აი დღესდღეობით არის ფართო ასპარეზია გახსნიერი თქვა სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოჩენის კუთხით, ხომ? ანუ ცდილობენ რომ აღმოაჩინონ გარკვეული ჩანასახები სხვაგან. და პირველი რისი შესწავლაც ხდება ერთი, რა თქმა უნდა, ცოცხალი ორგანიზმები ან მათი განამარხებული ფორმები რამდენად არსებობს და მეორე, რამდენად არსებობს წყალი. მაგრამ აქ არ არის საუბარი მხოლოდ რაღაცა წყლის ან ნებისმიერი ფორმი თუ არსებობს წყალი და თუ შეიძლება ის იყოს თხევად მდგომარეობაში. რატომ? ეხლა თქვენ გქონდათ ზოგიერთ ხო პრაქტიკული მეცადინეობები და გექნებათ კიდევ ხსნარებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ცოცხალ სისტემაში მიმდინარე რეაქციები მიმდინარეობს თლიანად თხევად გარემოში. ანუ ჩვენ რასაც უწოდებთ ბიოქიმიას და ბიოქიმიურ პროცესებს, ეს არ მიმდინარეობს მყარ სისტემებში, ეს მიმდინარეობს თხევად გარემოში. და ამისი თხევადი გარემოს თავარი საფუძველი ეს არის წყალი. ანუ წყალს აქვს უდიდესი მნიშვნელობა სიცოცხლისათვის. აი თქვენ იცით რომ როდესაც ხდება მაგალითად ადამიანის დეჰიდრატაცია, ან ნებისმიერი ორგანიზმის დეჰიდრატაცია, ეს იწვევს ხშირ შემთხვევაში შეუქცევად პრობლემებს. მაგრამ აი ჩვენ ვიცით რომ წყალი ყველგან არის, ხო? მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ რომ არსებობს მაგალითად მარცვლეული კულტურები, რომელშიც წყალი ფაქტურად არის გამომშრალნი არიან ისე. მათში ბიოქიმიური პროცესები ესე არ მიმდინარეობს, მაგრამ საკმარისია რომ ჩვენ ისინი გავაღვივოთ ან მოვაქციოთ თხევად გარემოში, რომ მოხდება ისევ წყლის რესურსის აღდგენა და იქ პროცესები განვითარდება და შეუძლება მათ მოგვცენ ახალი სიცოცხლის დასაბამიც. ანუ თვითონ წყალს ესე იგი აქვს უდიდესი მნიშვნელობა და წყალს რადგანაც ესეთი დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მისი აღქმა რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი? ამისი შესწავლა არის ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხი აი ამ საფუძვლის მომზადებისათვის. ეხლა თქვენ წყალი იცით, ეს არის მარტივი მოლეკულა, თვითონ წყლის მოლეკულა არის მარტივი, ის შედგება ჟანგბადის ერთი ატომისა და წყალბადის ორი ატომისაგან და თვითონ საერთოდ ეს დაიმახსოვრეთ ეხლა, რომ სტრუქტურა ქიმიურ სისტემაში და მათ შორის რა თქმა უნდა ბიოქიმიურ სისტემაში განსაზღვრავს ფუნქციას. ანუ სტრუქტურა და ფუნქცია ძალიან მჭიდრო კავშირში ერთმანეთთან. თუ სტრუქტურა შეიცვლება, ფუნქციაც შეიცვლება აუცილებლად. შეიძლება ფუნქცია საერთოდ დაიკარგოს კიდევ. ამიტომ ეხლა წყლის მოლეკულა, რომელიც აგებს წყალს მთლიანად, იმიტომ რომ წყალი არის მასა, მატერია, ხომ რაღაცა.
ნივთიერება, რომელიც შედგება წყლის მოლეკულებისაგან. წყლის მოლეკულა არის ის, რასაც აქვს ის თვისებები, რასაც შეუძლია მისცეს წყალს, აი ის მაჩვენებლები, რაც აუცილებელია სიცოცხლისათვის. ეხლა რა არის ეს წყლის მოლეკულა, რითია ესეთი გამორჩეული, ხო? არაფერი არ არის, ჟანგბადის ერთი ატომი, წყალბადის ორი ატომი. მაგრამ წყალბადსა და ჟანგბადს შორის, თითოეულ წყალბადსა და ჟანგბადს შორის აღმოჩნდა, რომ არსებობს კოვალენტური ბმა. ჩვეულებრივი კოვალენტური ბმა, თქვენ იცით, რომ კოვალენტური ბმა წარმოიქმნება ელექტრონული ღრუბლების გადაფარვის ხარჯზე, ეს არის მტკიცე ქიმიური ბმა, მაგრამ ჟანგბადს აქვს ესეთი საინტერესო თვისება, რომ მას შეუძლია ორი კოვალენტური ბმის წარმოქმნა, რატომ? იმიტომ რომ მას აქვს ორი გაუწყვილებელი ელექტრონი და წყალბადს აქვს ერთი გაუწყვილებელი ელექტრონი, ამიტომ ისინი ერთმანეთთან კარგად გრძნობენ ერთ თავს, ხომ? წარმოქმნიან მას გაუწყვილდებათ ელექტრონები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჟანგბადის კიდევ დარჩენილი ელექტრონები ერთმანეთის მიმართ განიცდიან განზიდვას და ეს განზიდვა საბოლოო ჯამში იწვევს, რომ აი ამ ორ კოვალენტურ ბმას შორის კუთხე არის 104.5 გრადუსი. რომ არ იყოს ეს და იყოს ჩვეულებრივი კოვალენტური ბმა, ამ შემთხვევაში მოხდებოდა, რომ ეს კუთხე იქნებოდა 109 გრადუსი დაახლოებით. ეხლა აი ამ კუთხეს აქვს უდიდესი მნიშვნელობა თვითონ წყლის სტრუქტურისათვის. რატომ? იმიტომ რომ ჟანგბადი რატომ არის ჟანგბადთან უარყოფითი მუხტი? აი რატომ არის ეს უარყოფითი მუხტის მატარებელი ელექტრონები და როგორ ახდენენ ისინი ერთმანეთის განზიდვაზე მოქმედებით, რომ მოლეკულა თვითონ უნდა იყოს ელექტრონეიტრალური. რა ხდება აქ თურმე? რომ ჟანგბადს ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ საკითხზე, რომ არის ესეთი მოვლენა ელექტროუარყოფითობა, რაც ნიშნავს ატომბირთვის თვისებას მიიზიდოს ელექტრონი და ჟანგბადის ელექტროუარყოფითობა არის საკმაოდ მაღალი, 3.5. ხოლო წყალბადის ელექტროუარყოფითობა არის 2.1. აი განსხვავება ამ ელექტროუარყოფითობის შორის აძლევს ჟანგბადის ატომბირს საშუალებას, რომ წყალბადის ელექტრონული ღრუბელი თავისკენ გადაიხაროს. ანუ ეს ნიშნავს, რომ აი ამ კოვალენტური ბმის შედეგად წარმოქმნილი გადაფარვიდი ელექტრონული ღრუბელი გადაიხრება უფრო ჟანგბადის პოლუსისაკენ. და ჟანგბადის პოლუსი, ამას ეწოდება ესე, დაიმუხტება ნაწილობრივ უარყოფითად. ანუ სრულად უარყოფითად კი არა, ნაწილობრივ უარყოფითად. ეხლა ჟანგბადის პოლუსი თუ ნაწილობრივ უარყოფითად დაიმუხტა, იმიტომ რომ ელექტრონული ღრუბელი უფრო, ანუ სისქე ელექტრონული ღრუბელის მეტად არის გადახრილი ჟანგბადის პოლუსისაკენ. შესაბამისად, წყალბადის პოლუსისაგან არის უფრო ნაკლები, ხომ? ამიტომ აქ გვექნება დადებითი მუხტის სიჭარბე, რაც გამოიხატება იმაში, რომ აქ არის ნაწილობრივ დადებითი მუხტი. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ თუ შევხედავთ წყლის მოლეკულას, ვნახავთ, რომ ეს არის მოლეკულა, რომელიც არის პოლარული, იმიტომ რომ მას გააჩნია გარკვეული პოლუსები და ეს პოლუსები არის ნაწილობრივ უარყოფითი და ნაწილობრივ დადებითად დამუხტული პოლუსი. ეხლა აი კუთხე, რადგანაც არის 104.5 გრადუსი, ეს იწვევს იმას, რომ წყალი არის არა მარტო, წყლის მოლეკულა არის არა მარტო პოლარული ნაერთი, არამედ ის არის მუდმივად დიპოლი, ანუ დიპოლურ მდგომარეობაშია. ანუ ეს მუხტები ერთმანეთს კი არ ანეიტრალებენ, არამედ ისინი წარმოქმნიან პოლუსებს, დადებით და უარყოფით პოლუსს. ამიტომაც არის, რომ წყალი ეს არის დიპოლი, პოლარული ნაერთი და ძალიან ბევრი თვისება, მათ შორის კავშირი სხვა ნაერთებთან ზუსტად დამოკიდებულია მის ამ და წყლის სხვა მოლეკულებთანაც დამოკიდებულია ზუსტად ამ თვისებასთან. ეხლა სხვა მაგალითები. ეხლა წყალი რატომ არის დიპოლი? ჩვენ თქვით, იმიტომ რომ ჟანგბადის ელექტროუარყოფითობა და კუთხე ამ ბმებს შორის განაპირობებს აი ამ დიპოლურ არსებობას, დიპოლურ თვისებას. მაგრამ მხოლოდ წყლის მოლეკულა არ არის ეს. ჩვენ რო აქვე რო აღვნიშნოთ, ხო? არის მაგალითად ამიაკი. ალბათ ცნობილია თქვენთვის ამიაკი ასეთი ნაერთი და ამიაკი, რომელიც შეიცავს აზოტს და მასთან კოვალენტურად დაკავშირებულ წყალბადებს, ჩვენ ვიცით, რომ აზოტიც ასევე არის მაღალ ელექტროუარყოფითი ელემენტი. ანუ მასაც შეუძლია ჟანგბადის მსგავსად ელექტრონული ღრუბელი თავისკენ მიიზიდოს. მისი პოლუსი დაიმუხტება ნაწილობრივ უარყოფითად, ხოლო წყალბადების პოლუსი დაიმუხტება ნაწილობრივ დადებით.
ესეც შესაძლო მდგომარეობა. მაგრამ ჩვენ თუ შევხედავთ ნახშირორჟანგს, ნახშირორჟანგიც არის პოლარული ნაერთი. იმიტომ რომ მასშიც არის ხო ჟანგბადის ელექტროუარყოფითობას ჭარბობს ნახშირბადის ელექტროუარყოფითობას, მაგრამ რადგანაც აქ არის ორი ჟანგბადი პოლუსებზე, ესენი გადაკაჩავენ ელექტრონულ ღრუბლებს თავისკენ და ნამდვილად პოლუსებს წარმოქმნიან, მაგრამ მას არ აქვს დიპოლური თვისება. ის არანაირ კუთხეს სივრცეში არ ქმნის. ანუ ეს არ არის მუდმივი დიპოლი, ეს არის უბრალოდ პოლარული ნაერთი ნახშირორჟანგი. ეხლა ჩვენ რო შევხედოთ ჟანგბადს, მაგალითად ჟანგბადის მოლეკულას, ხომ? თქვენ ნახავთ ხო, რომ წარმოვიდგინოთ ხო? ორი ჟანგბადის ატომი ერთმანეთთან დაკავშირებული წარმოქმნის ჟანგბადის მოლეკულას, მაგრამ ჟანგბადის მოლეკულა, რა თქმა უნდა, თვითონ იქნება არაპოლარული. იმიტომ რომ ისინი თანაბრად იზიდავენ ერთმანეთისაგან ელექტრონებს. ეხლა ეს მნიშვნელოვანია, როდესაც ვისაუბრებთ მემბრანულ ტრანსპორტზე და ასე შემდეგ, აი მნიშვნელოვანია თვითონ ამ ხსნადობაზე თვითონ პოლარობის არსის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ამიაკი სხვა პოლარული ნაერთების მსგავსად წყალში ძალიან კარგად იხსნება. იმიტომ რომ ამიაკსა და წყალს შორის პოლარული კავშირები მარტივად ყარდება. გნებავთ მუხტისმიერი კავშირები და გნებავთ სხვა ტიპის კავშირები, რომელზეც ვისაუბრებთ. ხოლო ნახშირორჟანგს უკვე უჭირს. ნახშირორჟანგის შემთხვევაში კი პოლარული კავშირი არის და მას შეუძლია დაკავშირება წყალთან, მაგრამ წყალთან კავშირდება უბრალოდ. მაგრამ აქ ნაკლებად არის დიპოლური კავშირი. ჟანგბადის შემთხვევაში კიდევ სხვანაირად. ამიტომაც არის რომ ჟანგბადზე ამბობენ ხომ რომ ის რთულად იხსნება უფრო წყალში. კიდევ რა მახასიათებლები შეგვიძლია ჩვენ მივაკუთვნოთ წყალს, ხომ? აი წყლის მოლეკულა, ნახეთ H2O. წყლის მოლეკულა. ესე იგი წყლის მოლეკულას, რადგანაც აქვს წყალბადის ატომები, რომელიც არიან ნაწილობრივ დადებითად დამუხტულნი, თითოეული მათგანი, ხომ? და ჟანგბადი, რომელიც არის ნაწილობრივ უარყოფითად დამუხტული, მაგრამ მან მიიზიდა თითოეული წყალბადიდან ერთი ელექტრონის ღრუბელი მიიზიდა, ხომ? ამიტომ ის ორი ნაწილობრივ უარყოფითი მუხტის მქონეა. ამიტომაც ჩვენ რომ შევხედოთ წყლის მესერს, ეს ძირითად შემთხვევაში თხევად წყალზეა საუბარი ხოლმე. წყლის მესერს რომ შევხედოთ, ნახავთ რომ ამ შემთხვევაში ერთი წყლის მოლეკულას აქვს საშუალება რომ დაუკავშირდეს სხვა წყლის მოლეკულას, სხვა 4 წყლის მოლეკულას წყალბადური ბმების საშუალებით. ამაზე ქვევით ვისაუბრებთ კიდევ წყალბადური ბმა როგორი ბმა და ასე შემდეგ. ეხლა თავიდანვე ვთქვით რომ აი წყალი არის ძალიან მნიშვნელოვანი სიცოცხლისათვის, ხომ? იმიტომ რომ მას აქვს გარკვეული თვისებები. და ეს თვისებები განაპირობებს რას? რომ სიცოცხლე არსებობს წყლიან გარემოში. ანუ ბიოქიმიური პროცესები მიმდინარეობს წყლიან გარემოში. თუმცა აქ არის გარკვეული შეფერხებებიც, ამაზეც ვისაუბრებთ მომავალში და რა არის თავარი წყლისთვის დამახასიათებელი? მისი ფიზიკური თვისებები. ერთი რომ მას შეუძლია დაამყაროს კავშირები სხვა მოლეკულებთან, სხვა პოლარულ მოლეკულებთან და მეორეა რომ მას შეუძლია საკმაოდ ტემპერატურის ფართო დიაპაზონში იყოს თხევად მდგომარეობაში. ეს არის თქვენ მოგეხსენებათ და სადღაც დაახლოებით 0 გრადუს ცელსიუსიდან 100 გრადუს ცელსიუსამდე წყალი არის თხევად მდგომარეობაში და აი ამ წერტილების შემდგომ წყალი ან იყინება და მყარ მდგომარეობაში გადადის და ვიღებთ ყინულს, ან აირად მდგომარეობაში გადადის და ვიღებთ უკვე ორთქლს. ერთი საკითხი, რომელზეც სავარაუდოდ თქვენ უკვე შეეხებოდით ალბათ სხვა საგნებშიც, ამაზე დიდ დროს ჩვენ არ დავკარგავთ, რომ წყალს მაქსიმალური სიმკვრივე აქვს 4 გრადუს ცელსიუსზე. ერთი ანომალია რაც წყალს ახასიათებს, ეს არის ახლა ეს ბიოქიმიური კუთხით შეიძლება არა აქვს ამას დიდი მნიშვნელობა, რომ მისი სიმკვრივე ტემპერატურის შემცირებასთან ერთად იცვლება. ოღონდ ის არ იცვლება, მისი სიმკვრივე და მოცულობა არ იცვლება სხვა ნაერთების მსგავსად. ანუ ყინული ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე თხევადი წყალი, ხო? წყლის თხევადი აგრეგატული მდგომარეობა. ეს იწვევს ზუსტად იმას, რომ აი მაგალითად წყალი როდესაც იყინება წყალსატევებში ის ქვევით კი არ მიდის, ან გნებავთ ოკეანეებში და შემდეგ, არამედ ის ზევით ტივტივებს. აი ეს ამის შესაძლებლობას იძლევა, რომ სიცოცხლე არსებობდეს წყლიან გარემოში და ის არ იყინებოდეს მთლიანად, თორემ რო გაიყინებოდეს, რა თქმა უნდა, რომ გაყინულიყო მთლიანად
დაიღუპება. ეხლა კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი რომ წყალს აქვს ძალიან დიდი სითბო ტევადობა. აი ეს იწვევს ზუსტად იმას, რომ თქვათ შესაძლებელია რომ ეს 0 გრადუს ცელსიუსზე ქვევით იყინება მხოლოდ წყალი. ამიტომაც ეს შესაძლებლობას იძლევა იმისა, რომ თხევად გარემოში საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზე რეაქციები მიმდინარეობდეს. ეხლა ვახსენეთ ჩვენ, რომ წყალს აქვს საშუალება, წყლის მოლეკულას აქვს საშუალება, რომ სხვა წყლის მოლეკულას დაუკავშირდეს. პირველი ამ ესეთი დაკავშირების საშუალება ეს არის ეგრეთ წოდებული წყალბადური ბმა. ეხლა რა არის ეს წყალბადური ბმა? როგორ შეგვიძლია დავახაციოთ? აი თქვენ ხედავთ, აი აქ არის ერთი წყლის მოლეკულა და მეორე წყლის მოლეკულა, ესეთი ხაზები, რომელიც წყალბადურ ბმას გამოხატავს. ეს არის სუსტი მოლეკულად შორისი ბმა, ანუ კოვალენტური ბმა არის შიდა მოლეკულური ბმა და წყალბადური ბმა ეს არის მოლეკულად შორისი ბმა. სუსტი მოლეკულად შორისი ბმა, რომელიც არის უფრო გრძელი სხვათა შორის, ვიდრე კოვალენტური ბმა, ეს რას ნიშნავს? რომ ის უფრო სუსტია, რაც უფრო მოკლეა ბმა, ის უფრო მეტად მტკიცია, ანუ უფრო კარგი, ესე ვთქვათ, მიზიდულობა ატომებს შორის. თუ უფრო გრძელია, მისი გაწყვეტა უფრო მარტივი ხდება. და ეს არ არის ბმა მხოლოდ წყლის მოლეკულებს შორის. ეს არის ბმა, წყალბადური ბმა. აი ზოგს გონია, რომ აი წყალბადური ბმა მხოლოდ იმიტომ ქვია, რომ ეს არის წყალში. არა. იმიტომ რომ ეს არის ბმა ძლიერ ელექტროუარყოფით ელემენტსა და წყალბადის ატომს შორის, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია ძლიერ ელექტროუარყოფით ელემენტთან. აი ამისი გამოსახულება არის აი ამ სურათებზე, ხედავთ? აზოტთან არის დაკავშირებული წყალბადი და ის არის წყალბადური ბმით დაკავშირებული ჟანგბადთან, სხვა მოლეკულის ჟანგბადთან. აი ეს არის წყალბადური ბმა. აი აქ დისტანციებიც კი წერია, ხომ? ეს. აი ეს არის წყალბადური ბმის სხვადასხვა ვარიანტები. ეს არის მოლეკულები, აი მაგალითად სპირტი დაკავშირებული წყლის მოლეკულასთან, აი სპირტი დაკავშირებული წყლის მოლეკულასთან. ეს არის მაგალითად ორი ამინომჟავა დაკავშირებული ერთმანეთთან წყალბადური ბმით. ეს არის ორი ნუკლეოტიდი დაკავშირებული, ორი აზოტოვანი ფუძე დაკავშირებული ერთმანეთთან წყალბადური ბმით და ასე შემდეგ. ანუ წყალბადური ბმა ეს არის ბმა ძლიერ ელექტროუარყოფით ელემენტსა და წყალბადის ატომს შორის, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია კოვალენტური ბმით ძლიერ ელექტროუარყოფით ელემენტთან. ასეთები ძირითადად არის აზოტი და ჟანგბადი, რაც ჩვენ გვხვდება ბიომოლეკულებში. ეხლა ამ კუთხით ესეთი ტერმინოლოგია რო შემოვიტანოთ, ხო ჩვენ? ესეთი ტერმინოლოგია ეს არის რა? რომ არსებობს წყალბადური ბმის დონორი და არსებობს წყალბადური ბმის აქცეპტორი. ანუ წყალბადური ბმის დონორი არის ის მოლეკულა, ის ელემენტი, რომელთანაც კოვალენტურად არის დაკავშირებული წყალბადი, ხოლო წყალბადური ბმის აქცეპტორი არის ელემენტი, რომელიც ელექტროუარყოფითი ელემენტი, რომელიც იზიდავს ამ წყალბადს და უკავშირდება მას წყალბადური ბმით. ხომ? ეს მე მგონი გასაგებია. რამე სხვა რა გვაქვს ამასთან დაკავშირებით? კითხვა. არა. კარგი. ეხლა ვისაუბრეთ ჩვენ წყლის თვისება, თქვით რაღაცა ხო, რა ფიზიკური თვისება აქვს, როგორი აღნაგობა აქვს, რომ წყალბადური ბმა როგორია და ასე შემდეგ, მაგრამ არის ძალიან საინტერესო ერთი მოვლენა, რომ წყალი არის კარგი გამხსნელი. მოთქვათ ესეც სიტყვა, რომ წყალი არის კარგი გამხსნელი. ეხლა კარგი გამხსნელობა რას ნიშნავს? საერთოდ ხსნადობა რა არის? ხსნადობა ეს არის შესაძლებლობა გამხსნელსა და გახსნილ ნივთიერებას შორის დამყარდეს კავშირი. და ამისი მაგალითად მოყავთ ხოლმე მაგალითად წყალში ხსნადობის მაგალითად მოყავთ ხოლმე ნატრიუმის ქლორიდი, როგორც არის სუფრის მარილი, ხომ? რომელიც ჩვენ ვიცით, რომ ჩავყრით წყალში, ეს კრისტალები დაიშრება. რატომ? იმიტომ რომ ნატრიუმის ქლორიდი ეს არის იონური ნაერთი. და რადგანაც წყლის მოლეკულების რაოდენობა ბევრად სჭარბობს ნატრიუმის ქლორიდის მოლეკულების რაოდენობას, წყლის მოლეკულები თავისი მუხტის შესაბამისად კავშირს ამყარებენ ნატრიუმთან და ქლორთან და წყვეტენ კავშირს ნატრიუმსა და ქლორს შორის. ანუ იონური ბმა ნატრიუმსა და ქლორს შორის წყდება და ნატრიუმის დადებითად დამუხტული იონები გარშემო ირტყება წყლის მოლეკულებისაგან, როგორც მათი უარყოფითი პოლუსიდან, მათი ჟანგბადის პოლუსიდან და წყალში ესე ქლორის იონები კიდე
გარშემორტყმული იქნება ისევ წყლის მოლეკულებისგან, როგორც მათი, ესე ვთქვათ, დადებითი პოლუსებისაგან, რაც არის უკვე წყალბადის პოლუსი. მაგრამ ზოგადად რა არის ეს წყალში ხსნადობა? არსებობს ასეთი ტერმინი, თქვენთვის ცნობილი, რა თქმა უნდა, ჰიდროფილური. ანუ ფილური ეს ნიშნავს მოყვარული. ანუ ჰიდროფილური ესე წყლის მოყვარული. როგორი ნაერთი შეიძლება იყოს ჰიდროფილური, ხო? აი აქ კითხვა რო დავსვათ ჩვენ, ხო? მე თუ ვარ გახსნილი ნივთიერება და ვიღაცა არის გამხსნელი. ესე იგი ჩვენ შორის კავშირი უნდა დამყარდეს. ესე იგი უნდა არსებობდეს შესაძლებლობა, რომ მათ ერთმანეთთან იურთიერთონ. აი მაგალითად, როდესაც ჩვენ ადამიანები საუბრობთ, ჩვენი ურთიერთობის ფორმა არის ვერბალური, ხომ, ძირითადად, ან მიმიკური. ანუ აი ესე ურთიერთობთ. ეს რომ არ გქონდეს ჩვენ ურთიერთობა არ შეგვეძლება. აი ფაქტიურად ასე არის, შეიძლება ითქვას ქიმიურ სისტემაშიც. აი, როდესაც ორნაერთს აქვს რაღაცა შეხების წერტილი, რომლითაც შეუძლიათ მათ ერთმანეთთან ურთიერთობა, მაშინ ისინი ურთიერთობენ. და თუ ეს არ არის, მაშინ ისინი არ ურთიერთობენ. და ასეთი ნაერთები, ჰიდროფილური ნაერთები, ესე იგი როგორი შეიძლება იყოს? ისეთი, როგორიც არის წყალი. და როგორია წყალი? წყალი არის პოლარული ნაერთი. ამიტომ ჰიდროფილური ნაერთები, ესენი არიან პოლარული ნაერთი. ანუ პოლარული ჯგუფები და პოლარული ნაერთები, ესენი არიან ჰიდროფილური, ანუ წყალში კარგად ხსნადი ნაერთი. კარგად ხსნადი ჯგუფები. რომელი შეიძლება იყოს? აი აქ არის მაგალითად ამინო ჯგუფი, ერთ-ერთი, ჰიდროქსილის ჯგუფი, OH ჯგუფი, ხო? კარბონილის ჯგუფი, CO ჯგუფი და ასე შემდეგ. ძალიან ფოსფატური ჯგუფი, თიოლური ჯგუფი. ძალიან ბევრი, რომელსაც გააჩნიათ პოლარობა. ყველა. ეს ერთი ვარიანტი. ხა პოლარობა რა მხრივ? პოლარობას ორი კუთხე შეიძლება ჰქონდეს, ესე იგი, აი წყლის მოლეკულა რო განვიხილოთ, ხო? ერთი არის პოლუსები, დადებითი უარყოფითი. ანუ ერთი დაკავშირება შეიძლება მოხდეს კავშირი მუხტის მიხედვით. აი ნატრიკლორის შემთხვევაში, ხო, მუხტის მიხედვით არის დადებითი უარყოფითი ან უარყოფითი დადებითი. მეორე წყლის მოლეკულასთან დაკავშირება შესაძლებელია წყალბადური უბნის მეშვეობით. რა თქმა უნდა. ესე იგი, წყლის მოლეკულას ორი რესურსი აქვს დაკავშირების: წყალბადური უბნის წარმოქმნა და მუხტის საშუალებით დაკავშირება. ანუ ეს ორი ან რომელიმე აქედან თუ არის დაკმაყოფილებული გასახსნელი ნივთიერების მიერ, მაშინ ის წყალში ხსნადია. და იმის და მიხედვით თუ რა ჯგუფებია, რამდენია ეს ჯგუფი, რომელიც წყალში კარგად ხსნადია, ამის და მიხედვით მისი ხსნადობა წყალში უფრო მაღალია. ახლა სპირტი მაგალითად წყალში იხსნება ძალიან დიდი ოდენობით. ამიაკი წყალში იხსნება ძალიან დიდი ოდენობით. მაგრამ მაგალითად რაღაცა ნაერთებს აქვს თავისი გაჯერების ხარისხი, ხო, ისინი რაღაცა დონემდე იხსნებიან, შემდგომში ხდება მათი გამოლეკვა, იმიტომ რომ უკვე აღარ არის რესურსი მათი ხსნადობის. ეხლა მეორე ასეთი ჯგუფი, ეს არის ჰიდროფობული ნაერთები. ეხლა ჰიდროფობული უკვე სიტყვა ფობია, ხო, სიში, წყლის მოშიში. ისე მათ არ უყვართ წყალი. რატო შეიძლება მათ წყალი არ უყვართ? იმიტომ რომ მათ არ აქვთ დამაკავშირებელი უბნები წყალთან. ანუ ისინი არც პოლარული არ არიან და მათ არც მუხტი არ გააჩნიათ. ანუ ისინი არც პოლარულები არ არიან, ანუ არც შეუძლიათ რომ მუხტი ჰქონდეთ და მათ არც წყალბადური უბნის წარმოქმნის უნარი არ აქვს. ასეთი ნაერთები არის ნაერთები, რომელიც შეიცავს მაგალითად მეთილის ჯგუფს. CH3 ჯგუფი, რომელიც არაპოლარული ჯგუფია, იმიტომ რომ ნახშირბადის და წყალბადის ელექტროაყოფითები ერთმანეთთან ახლოს არის. და რადგანაც ერთმანეთთან ახლოს არის, მათი მუხტებში განსხვავება ძალიან პატარაა. ამიტომ აქ ფაქტიურად ნაწილობრივ უარყოფითი და დადებითი პოლუსი ფაქტიურად არ გამოდის. ამიტომ ისინი წყალთან კარგად არ ურთიერთქმედებიან. აი აქ არის ერთ-ერთი მაგალითად ესეთი რთული ნაერთი. ხა ვიღაცამ კითხავს, აი მაგალითად აქ არის კარბონილის ჯგუფი, ხო, 1, 2, 3. რატომ არ არის ეს წყალში? რა თქმა უნდა, წყალში აბსოლუტურად უხსნადი ნაერთებიც არსებობს, მაგალითად ტრიგლიცერიდები, ცხიმები. აი ჩვეულებრივი ცხიმი არსებობს. მაგრამ არსებობს ნაერთები, რომლებიც ანუ რომელთაც აქვთ გარკვეული პოლარული ჯგუფები, მაგრამ ეს პოლარული ჯგუფები ძალიან ცოტა და არაპოლარული ჯგუფები ძალიან ბევრია ამ ნაერთში, მაშინ ესეთი ნაერთები იქნებიან მაინც ჰიდროფობულები. და აი თქვენ ხედავთ, ეს ორი წრი არის. და მაგრამ ამ ორ წრეს ერთმანეთში აქვს გადაკვეთა. საერთოდ ეს იცოდეთ, რომ აბსოლუტური ცოცხალ სისტემაში ფაქტიურად არაფერი არ არის. იშვიათად რომ რამე იყოს. ეს ყველაფერი არის დინამიური, ყველაფერი არის ძალიან მორგებული სიცოცხლესთან თვითონ. და არსებობს ჯგუფი,
რომელსაც ახასიათებს როგორც ჰიდროფილური თვისებები, ისე ჰიდროფობური. და ასეთ ჯგუფებს უწოდებენ ამფიპატურ ჯგუფებს. და აი ამის მაგალითად მოგიყვანეთ მე მაგალითად აი ნახეთ ცხიმოვანი მჟავა. ეს არის ცხიმოვანი მჟავა, რა თქმა უნდა ჩვენ ამას შემდგომში ვისწავლით, მაგრამ თქვენ იცით სკოლიდანაც ხომ, მაგალითად ლიპიდები, ხო, ფოსფოლიპიდები, რომლებიც ააგებენ მემბრანას, პლაზმურ მემბრანას. და აი ეს ცხიმოვანი მჟავას აქვს ორი ნაწილი. ნახეთ, ეს არის კარბოქსილის ჯგუფი, თუ დააკვირდებით სურათს. კარბოქსილის ჯგუფს ნახეთ მუხტი აქვს აქა. ანუ ეს პოლარული ჯგუფია. თქვენი ალბათ იცით უკვე ქიმიური ჯგუფები, ხო? და სამაგიეროდ აი მე ჯაჭვია და ბოლოში არის მეთილის ჯგუფი. ანუ ეს ჯაჭვის შემადგენელი ყველა ნაწილი არის ჰიდროფობული. ანუ მათ არ გააჩნიათ არც მუხტი, არც წყალბადური მის წარმოქმნის უნარი. ანუ ისინი ჰიდროფობულები არიან. ანუ ესეთი ნაერთები, რომელთაც აქვს როგორც პოლარული, ჰიდროფილური, ისე არაპოლარული, ჰიდროფობული ნაწილები, ასეთ ნაერთებს უწოდებენ ამფიპატურ ნაერთებს, ან ამფიპილურ ნაერთებს. სხვადასხვა ლიტერატურაში სხვადასხვანაირად არის ხოლმე მოცემული. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი. თუ ეს ნახშირბადოვანი ჯაჭვი არის ძალიან გრძელი, მაშინ ამ კარბოქსილის ჯგუფის პოლარობა ფაქტიურად ნიველირებული. ანუ ფაქტიურად ის ვერანაირ გავლენას ხსნადობაზე ვერ ახდენს. და თუ ჯაჭვი არის მოკლე, მაშინ ეს არის ჩვეულებრივი ამფიპატური ნაერთი, ან თუ ძალიან მოკლეა ჯაჭვი, მაშინ ამ შემთხვევაში შეიძლება ის ჰიდროფილურ ნაერთებადაც კი განვიხილოთ. ეხლა წყლის ამ თვისებებთან ერთად, ყველა ამ თვისებასთან ერთად, წყალი არის სარეაქციო არე, ხო? ესე იგი, ის არის სარეაქციო არე, რატომ? იმიტომ რომ მას შეუძლია რომ მოახდინოს, ანუ სტიმულაცია გააკეთოს, გახსნის, რომ გაიხსნას ეს წყლის მოლეკულები, უბრალოდ წყლის მოლეკულებმა კავშირი დაამყარონ გასახსნელ ნაერთთან. ეს შეიძლება იყოს ცილა, შეიძლება იყოს ნუკლეინის მჟავა, შეიძლება იყოს უფრო დაბალმოლეკულური ნაერთი და ასე შემდეგ და შექმნან შესაბამისი პირობები რეაქციის წარმართვისათვის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ წყალი ქმნის რეაქციის წარმართვისათვის შესაბამის პირობებს კი არა მხოლოდ, ის მონაწილეობს კიდევაც რეაქციაში. და თქვენ რომ შეხედოთ ბიოქიმიურ რეაქციას, ძალიან ბევრი რეაქცია არის შექმნის და დაშლის რეაქცია. და ეს შექმნის და დაშლის რეაქციების ძალიან დიდი ნაწილი არის ჰიდროლიზი, აი როდესაც დაიშლება და გამოიყოფა, ესე ვთქვათ, ხდება წყლის გამოყოფა, წყლის დაშლის შედეგად ამ მოლეკულების დაშლის შედეგად გამოიყოფა წყლის მოლეკულა და ან კონდენსაცია. უბრალოდ კონდენსაციის შედეგად გამოიყოფა წყალი და ჰიდროლიზის შედეგად წყალი მიუერთდება და დაიხლიჩება ესნაირად. ჰიდროლიზი ამიტომ ხო ლიზისი დაშლა. ეხლა აი ეს არის შესაძლებელი თურმე. მაგრამ აი ეხლა აი რაც მინდოდა აქ მომეცემა თქვენთვის არის ის რომ წყალი არის კარგი ნუკლეოფილი. მოდით შემოვიტანოთ ეს ახალი ტერმინი კიდევ. ჩვენ ვიცით რომ ბიოქიმია არ არის მარტივი, არ არის ძალიან რთული, მაგრამ მას სჭირდება რა? გააზრება და გარკვეული დეტალების მიხვედრა და დამახსოვრებაც კი. ნუ ხა ცოტა სიზეპირი მართლა ნამდვილად საჭიროა, ამას ახლა ვერ მოვიტყვი. ეხლა წყალი არის კარგი ნუკლეოფილი. ნახეთ ჰიდროფილი რა იყო? წყლის მოყვარული, ხო? ნუკლეოფილი რა იქნება? ნუკლეუს რა არის? ბირთვი. ბირთვის მოყვარული, ხო? ანუ წყალია, წყლის მოლეკულა შეიძლება იყოს ნუკლეოფილი. რომელი ნაწილი შეიძლება იყოს მისგან ნუკლეოფილი? რა თქმა უნდა, ჟანგბადი. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ატომის ბირთვი ეს არის პროტონებისა და ნეიტრონებისგან შედგენილი ნაწილაკი. ანუ ის დადებითად არის დამუხტული. და მისი მოყვარული მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითად დამუხტული რამე შეიძლება იყოს. ამიტომ წყლის მოლეკულაში არსებული ჟანგბადი, რომელიც ნაწილობრივ უარყოფითად არის დამუხტული, თუ მისი ის პოლარიზდება, თუ მისი უარყოფითი მუხტი გამოკვეთილი იქნება, ის შეიძლება მუშაობდეს როგორც კარგი ნუკლეოფილი, ანუ მას შეუძლია რომ შეუტიოს ნახშირბადს, მაგალითად ახლა ამ შემთხვევაში აქ ნახშირბადია, ნახშირბადის ატომს და მოახდინოს მასთან კოვალენტური მის წარმოქმნა. ნახეთ, წარმოექმნა კოვალენტური მა აი ამ ჟანგბადსა და ამ წყალბადს და ნახშირბადს შორის. ანუ ჰიდროქსილის ჯგუფი დაემატა. მაგრამ მოდით თქვენ ახლა მკითხვას დამისვამ. მაშინ ეს წყალბადი რა შვება? აი აქ ხო მეორე ჟანგბადი თქვა. ანუ პირველ რიგში აი ეს ჟანგბადი შეუტევს ამ წყალბადს, მიერთებს მას, ხდება აი ამ ჟანგბადის უარყოფითი მუხტის მეტად ზრდა, ანუ პოლარობა კიდევ იზრდება და შემდგომში მოხდება შეტევა ნახშირბადზე. ჯამურად ჩვენ ვიღებთ ნაერთს, რომელსაც ნახშირმჟავა ეწოდება. ნახშირმჟავა, რომელსაც
ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ შემდგომ მეცადინეობაზე ან იმის შემდგომზე დრო როგორც მოგცემს საშუალებას ბუფერულ სისტემებზე, როდესაც ვისაუბრებ. და არის სხვადასხვა მაგალითი. აი ასე წარმოიქმნება მაგალითად აი ესეთი ნუკლეოფილური შეტევის შედეგად წარმოიქმნება მაგალითად ფოსფოდიეთერული კავშირი ორ ნუკლეოტიდს შორის, როდესაც აი ჩვენ ამას განვიხილავთ. და ძალიან ბევრი რეაქცია დამყარებულია ზუსტად ამ წყლის ნუკლეოფილობაზე, რომ მის ჟანგბადს აქვს უნარი, რომ შეუტიოს სხვა დადებით, ნაწილობრივ დადებითად დამუხტული ელემენტის წყალბადს. ასეთი ნუკლეოფილები არის ჟანგბადი, აზოტი, უმეტესად მაღალი ელექტროორყოფითი ელემენტები. არსებობს მეორე ტერმინიც, თქვენ თუ შეგხვდებათ მომავალში, ეს არის ელექტროფილი. ანუ თუ ჟანგბადი ამ შემთხვევაში არის ნუკლეოფილი, მაშინ ნახშირბადი გამოდის ელექტროფილი, იმიტომ რომ მას უყვარს ჟანგბადის ელექტრონი. ანუ ის უერთდება მას, მიილტვის მისკენ და ეს არის ელექტროფილები. ანუ ფაქტობრივად კავშირი მყარდება ნუკლეოფილსა და ელექტროფილს შორის და წარმოიქმნება უკვე კოვალენტური ბმა, ანუ ჩვეულებრივად გაზიარების შედეგად. აი, ეხლა რადგანაც ეს ჩვენ ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ წყალბადური ბმა დავახასიათეთ ის და ასე შემდეგ, აი აქ არის მოცემული მისი ენერგიები არის აქ მოცემული და ასე შემდეგ. ეს არის სუსტი ქიმიური ბმა, რომელიც დისტანციის და შესაბამისად შეიძლება დაიშალოს და აღდგეს, თუმცა მისი წყალბადური ბმების დაშლა მარტივია, იმიტომ რომ ისინი ბევრია. ანუ თვითონ ნივთიერებაში ეს ბევრია წყალბადური ბმა, ამიტომ შესაბამისად აი წყლის დუღილის ტემპერატურაც იმიტომ არის მაღალი, რომ ბევრი წყალბადური ბმაა და მათ გახდეჩაც გარკვეული დრო და ენერგია სჭირდება, რაც თავარია. მაგრამ ამას გარდა ჩვენ ვთქვით, რომ კოვალენტური ბმა არსებობს, შიდა მოლეკულური ბმა, წყალბადური ბმა, მოლეკულად შორისი ბმა, მაგრამ მოლეკულად შორის არსებობს კიდევ სხვა არაკოვალენტური, ანუ სუსტი ქიმიური კავშირები. და ესე ჩვენ უნდა ვიცოდეთ. იმიტომ რომ ეს არის კავშირები, რომლებიც ფაქტიურად სიცოცხლისათვის არის უმნიშვნელოვანესი. ანუ აღმოჩნდა, რომ სიცოცხლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის არა კოვალენტური ბმა, რომელიც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სტრუქტურას წარმოქმნის, მაგრამ ურთიერთობისათვის აუცილებელია სუსტი ქიმიური კავშირების არსებობა. ანუ ქიმიური კავშირების, რომლებიც მარტივად წარმოიქმნება და მარტივად იშლება, ანუ რომელსაც არ ჭირდება დიდი ენერგია. და ერთ-ერთი ყველაზე პირველი ამის, ეს არის ეგრეთ წოდებული მუხტი დაკავშირება. ესეთი მუხტი, ანუ როდესაც დადებითად დამუხტული და უარყოფითად დამუხტული ფუნქციური ჯგუფები ერთმანეთს იზიდავენ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ამას ქვია ასევე მუხტის ნეიტრალიზაციაც, იმიტომ რომ დადებით და უარყოფითი ერთმანეთს არ ნეიტრალებენ, ესეც შეიძლება ითქვას. ასევე ამას უწოდებენ მარილის ხიდაკებსაც, ანუ სხვადასხვა ტერმინი არსებობს, მარილის ხიდაკი, მუხტი კავშირი, ან მუხტის ნეიტრალიზაცია. მეორე ვარიანტი ეს არის ეგრეთ წოდებული ვან დერ ვალსის ძალები. ეხლა ვან დერ ვალსის ძალები ეს ძალიან სუსტი ქიმიური კავშირია, აი თქვენ ნახავთ აქ, ხედავთ კიდევაც მათი ენერგია საკმაოდ დაბალია და რაზეა? როდესაც ეს ორი მოლეკულა ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის, მათ შორის არის გარკვეული მიზიდულობა. წარმოიქმნება ესეთი მიზიდულობა და ეს ძირითადად დამახასიათებელია ჰიდროფობული ნაერთებისათვის, ჰიდროფობული ფუნქციური ჯგუფებისათვის. აი თქვენ ხედავთ ორ მეთილის ჯგუფს, რომლებსაც ერთმანეთთან აქვთ ზუსტად ეს ვან დერ ვალსური კავშირი და ისინი ერთმანეთს ესე ვთქვათ იზიდავენ. თუმცა საკმარისია ძალიან მცირე გარკვეული ზემოქმედება, რომ ეს კავშირი დაიშალოს. მაგრამ მაშინ კითხვა შემოაი მაგალითად ფოსფოლიპიდების მემბრანა. პლაზმური მემბრანა. ის მთლიანად ლიპიდებისგან არის აგებული. მთლიანად აქ გვაქვს ჩვენ ესეთი ჯგუფები, ხომ? CH2 ჯგუფები, ან CH3 ჯგუფიც. მაშინ იქ რა ხდება? იქ ბევრია. რადგანაც ბევრია, ისინი ერთმანეთის გაძლიერებას ხელს უწყობენ. ეს. და ძირითად შემთხვევაში ესე. და არსებობს საბოლოო ჯამში კიდევ ესეთი ეგრეთ წოდებული ჰიდროფობული ურთიერთქმედება. ჰიდროფობულ ურთიერთქმედებაზე ჩვენ გვექნება კავშირი, საუბარი, როდესაც ვისაუბრებთ წყლის ჩახვევას, წყლის კონფორმაციულ დონეებს, უბრალოდ წყლის ცილის კონფორმაციულ დონეებს. და ჰიდროფობული ურთიერთქმედება რა არის? ეს არის წყლის მოლეკულების მიერ გამოწვეული დაკავშირება, რომელიც არის დაკავშირება ორ ჰიდროფობულ ჯგუფს შორის, რომლებიც წყალს გაურბიან. ანუ გარედან არის წყლის მოლეკულები და ესენი გაურბიან წყალს და ამიტომ ერთმანეთს უკავშირდებიან. ფაქტობრივად ჰიდროფობული ურთიერთქმედება ეს არის ჩახვევის, ესეთი ამას folding ეწოდება, არის ძირითადი საფუძველი და ამას ჩვენ აუცილებლად
შევეხები.